რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ორთოდონტიური მკურნალობა თვითნებურად? ზედაყბა შევიწროებული ქონდა, შევიწროების დროს აუცილებლად ვაფართოვებთ ზედაყბას, დავაკვირდებთ ამ ადგილას, ეშვი რომ ამოვიდეს საკმარისი ადგილი არის, მაგრამ პაციენტი დაიკარგა, არ მოვიდა დიდხანს, მისი ზედაყბა იყო შევიწროებული და ამიტომ გავაფართოვეთ და მოდის ისეთ დროს, როდესაც ჯერ კიდევ შეიძლება შველა და სარძევე კბილის ადგილას შეგვიძლია გადავანაცვლოთ მე-14 კბილი და ამით გავუთავისუფლოთ მე-13 კბილს ადგილი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან ყურადღებიანი და ძალიან ცდილობდა, რომ დროულად მოეყვანა, პაციენტი არ მოწყინდა ეს ორთოდონტიური მკურნალობა და ერჩივნა ელო აპარატის, ფირფიტის, ბრეკეტის და ყველაფრის გარეშე. დააკვირდით, აი ამ ნაწილში გამობერილია ეშვი, აქაც გამობერილი არის ეშვი. ამ კბილმა მოახერხა და დადგა სწორად, ხოლო ამ კბილზე ეს ვერ მოხერხდა. მე-14 კბილი გადმონაცვლა წინ, შემცირდა სივრცე კბილებს შორის და ერთს აღარ ჰქონდა ადგილი, რომ დამდგარიყო სწორად. აი ამ შემთხვევაში უკვე მოჩანს მოლარი გადმონაცვლა წინ, პრემოლარები გადმონაცვლა წინ და ერთს არ აქვს საკმარისი ადგილი. და რენტგენშიც მოჩანს, რომ ვერ ამოდის. ამიტომ უკვე მოზრდილ ასაკში დაჭირდა ქირურგიული ტრეპანაცია, გაიხსნა კბილი, ქირურგმა დააფიქსირა ღილაკი და არ ქაჩავთ, იმიტომ რომ თუ მოვქაჩავთ, მაშინ პრემოლარი შეიწევს შიგნით და ზევით, რაც არ გჭირდება. ამიტომ ორი თვე უბრალოდ ველოდებით, რომ ამ ერთ თუ აქ რესურსი თუ აპირებს ამოსვლას, ხომ არ არის ანკილოზური კბილი, არც ერთ პაციენტს არ ვაძლევთ გარანტიას, რომ ეს აუცილებლად ამოვქაჩოთ, იმიტომ რომ არის შემთხვევები, რომ ეშვი არის ანკილოზური და ვერანაირი ძალის მოქაჩვით ვერ ამოვქაჩოთ, უბრალოდ ორი თვე ვაკვირდებით, თუ ცდილობს ეს კბილი რომ ამოვიდეს. ადგილი კიდევ უფრო მეტად შემცირდა, იმიტომ რომ პრემოლარებს არაფერი არ იჭერდა. წესით უნდა ეტარებინა ორთოდონტიური შემანარჩუნებელი ფირფიტა, რომელიც აი პრემოლარს შეინარჩუნებდა იმ ადგილას, სადაც იყო საწყის ეტაპზე და ამ პერიოდში ეშვი მოასწრებდა ამოსვლას, მაგრამ ეს არ მოხდა, პაციენტმა არ ატარა შემანარჩუნებელი აპარატი, ამიტომ შემდეგი მოქმედება იქნება ასეთი. სიფლის კბილის ამოღება, მინიმპლანტის ჩახრახნა და აი ამ კბილების უკან გადანაცვლება. ნორმაში კბილი თავისუფლად გადმონაცვლდება წინ. ასეთი ბუნება აქვს კბილებს, რომ შეუძლია მარტივად გადმონაცვლეს უკან და როცა ჩვენ გვინდა ორთოდონტიური მკურნალობისას, ეს უკვე გადმონაცვლებული მოლარი, პრემოლარი, მე-15 კბილი, მე-14 კბილი, გინდა რომ დავწერთ, მხოლოდ ბრეკეტებით ეს არ მოხდება. უკვე საკმარისად დიდი ძალა უნდა განვავითაროთ, რომ ნამდვილად გადავანაცვლოთ ეს კბილები უკან და ეს არის მინიმპლანტი, მინიმპლანტს უნდა დავეხმაროთ და ისე უნდა გადავანაცვლოთ ეს კბილები უკან. ამიტომ მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად და რეტენციული შემანარჩუნებელი აპარატი პაციენტმა უნდა ატაროს რამდენიმე წელიწადი. არის შემთხვევები, როდესაც მშობელს გონია, რომ მაინც არაფერს არ უკეთებს ეს აპარატი, ტყუილად აქვს, ჭვალობს. კი ბატონო, გასაგებია ჩემთვის, მით უმეტეს იმ შემთხვევაში არის გასაგები, როდესაც ბავშვს ჰიგიენა არ აქვს კარგი და ეს ფირფიტა დამატებით ნადებს აგროვებს და კარიესები უჩნდება კბილებზე ფირფიტის გამო, უпростоრად არასწორი ჰიგიენის გამო, ფირფიტაზე დაგროვებული ნადების გამო, გასაგებია მშობლის მიდგომა ყველანაირად, მაგრამ ეს ორთოდონტის მიდგომაც უნდა გაიგოთ. უნდა შენარჩუნდეს ის შედეგი, რაც თავიდან მივიღეთ, ძალიან დიდხანს, ხანგრძლივად უნდა ატაროს შემანარჩუნებელი აპარატი, სულ ერთი რეკონსტრუქციის იქნება, უნდა შენარჩუნდეს მე-16, მე-15, მე-14 კბილები თავის კარგ ადგილას
და ამ შემთხვევაში ეშვი ამოვიდოდა თავისუფლად. ახლა ეს არის ქირურგიული ამოქარჩვა და რა თქმა უნდა არავითარი გარანტია არ გვაქვს წინასწარ, რომ ნამდვილად ამოვა. უბრალოდ უნდა ვეცადოთ და დაველოდოთ თუ ამოვა ეს კბილი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ამოდის, მაგრამ მცირე შემთხვევებში არის ესეთი შემთხვევები, რომ რაც არ უნდა ძალით მოკაჩო, კბილი არის ანკილოზური, შეზრდილია ყბის ძვალთან და ის არაფრით არ ამოვა.